ამო დაგლოცეთ. მადიდა წადება გაგახაროთ მეთქვა. ამო ხშირად წარმატებასთან ერთად ადამიანი თუ წინ მიიწევს, მოდის ირგვლივ მყოფებისგან ტრობა, შური, ბოღმა. აი როგორ უნდა გაუძლოს ამან ადამიანმა? ან როგორ იმათ არ უნდა შეშურდეთ მისი? ცოდნაეთია რომ ყველა უნდა გიყვარდეს. მაგრამ თუ გულში არ დამარცხებს თავმოყარეობა, სიყვარულის დომა, ცოდნა არ შველის მარტო. იმიტომ რომ არიან ადამიანები, ვინც ზებედად იცოდა წმინდა წერილი და რევოლუცია რომ მოხდა 1917 წელს ზოგი რევოლუციონერი იყო გლიშვილი. და ასევე ხშირად მოყავს იუდა მოციქულის მაგალითი, რომ მოციქული რას ქვია? პატრიარქის წოდება თუ მეტი არა და მაგრამ მოღალატა ღმერთს ამ დროს მოციქულად იყო არჩეული. ძირი რა არის თავმოყარეობა? თავმოყარეობიდან მოდის მე ვერცხლის მოყარეობა, შური, სიძულვილი და მაგრამ აი მე მოძღვარი ვახარ ჩემთან ვაკვირდები. ხანდახან ჩემში შეიძლება შემოვიდეს განკითხვა და განკითხვა კიდე რა არის? განკითხვა არის რომ ესე იგი როგორც განეკითხა, ისე განეკითხება. ისე მაინც ეს მოდის სიყვარულის ნაკლებობა. ხშირად მომყავს შუბლის მაგალითი რომ რაც უნდა არასწორი ყოფაქსების ხავდეს. თუ კიდე სხვა პოლიტიკური მასალებზე იყოს სიყვარულს ხوار გაგავს. და როცა მადლია ადამიანში და როცა ჩემში მადლია. მაშინ ყველა მიყვარს საჩი მონასტერში უკრაინელებიც არიან, რუსებიც არიან, აზერბაიჯანელიც არის, სომეხიც არის ეროვნებით. არა აქვს მნიშვნელობა. მაგრამ როგორც კი ესე იგი მადლი კარგავ ან კარგავს ადამიანი, ის თურქია, ის ირანელია, ის რუსია და რატომ არ ქართულობა ქართულებს რუსზე, ირანელზე და თურქზე? იმიტომ რომ თავისი ისტორია ვინც იცის, ხშირად ხოცავდნენ თურქები და ირანელები ჩვენ წინაპრებს ფიზიკურად. ქრისტეს წმინისა გამო. რუსეთი კიდე იმიტომ ზოგს რომ 200 წელი დაგვაგავიეს დამოუკიდებლობა ტერიტორიების დროებით წარქმეული აფხაზეთის სამაჩაბლო, მაგრამ აი ამ ხალხის ესე იგი მიკვეს ვინც ეროვნებით მისდევს რუს ეროვნებით. ახლა მე სოხმეილო შეადმობ რომ რას მიშველის ახლა მე აქ ვინც რუსი მოდის ან თუ რუს არ მივიღებ მარტო უკრაინას მივიღებ თუ უკრაინა იქ ჩაგრება ან თუ და ირანას გამოვიკიდები რა ეს ტერიტორიულ მთლიანობას დამებრუნებს თუ რუსეთს გავყრი ან თურქებს თუ დავერები ფიზიკურად დავცემ რა ერდოღანს გეგმები შეეცვლება რომ აჯარა მაგისა მესხეთი მაგის ყოფილა თურმე ან ირანი ასწავლის თავის ხელს აღმოსავლეთ საქართველოს მაგისია ეს ხო არ შეცვლის ესა უბრალოდ აი მასმედია შეადმობ რომ რა არის პოლიტიკა ეს არის ესე იგი ვინც შემიარ საკითხად გირჩით რა არის პოლიტიკა ყოველთვის წესავს მოწინააღმდეგე სიზულეს და იმიტომ რომ პოლიტიკოსებში მადლი არა და იყვნენ მეფეები თავსდებდნენ აი ბათან გორგასალი ამბობდა რომ ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს ამ დროს არც ქონება და არც თანამდებობა და ქრისტესთვის სიკვდილს ეძიებდა იმიტომ რომ მაშინ იყო იმას ქვია სულიწმინდა იყო ეს უცა სულიწმინდაა ჩემში მაშინ იყო და მეყავს გამოჩა ეროვნების გამოჩა ცხოვრების წესია უცა შენში მადლი არა მე მეუბნები რატო ხადაგებ რუსულად ამ დროს შენ მით უმეტეს მაზრებელი რო ხარ იცი რომ ქრისტე არის სიცოცხლე ხო ჟანგბადის გარეშე ადამიანი გვდება ქრისტეს გარეშე რა ხარ შენ ქართული რო ხარ 200 წელი ქართული გაყიდა 2 მილიონი ნახევარი მე-16 საუკუნიდან მე-19 საუკუნემდე 91 წელს ქართულს იაღმართა ხელი ეს ხუჩატა გოჩამატო კინო კი არ არის აი ასეთი ადამიანი თუ გინდა ქართული იყავი და თუ გინდა ევროპელი იყავი 100 წელს არ გასულა რაც გერმანელი ფაშისტები ადამიანებზე ატარებდნენ ცდებს როგორც მაიმუნებზე ისე და ებრაელებს იჭერენ მათ ებრაელობისა გამო და აი რა არის მადლი შეიძლება მოყავს გოლფერაძის მაგალითი შეეწირა ეროვნებით ებრაელს მეოთხედ შევიდა გაზის კამერაში ეს არის ადამიანი გოლფერაძე იქნება თუ წმინდა გიორგი თუ ქეთამალწამებული სუში ღმერთია სული წმინდა მაშინ ხდება შური სიზუვილი და ესაც შემეკითხეთ საიდან მოდის შური ათოს ამდენია და მეც მათ შორის აი განვიკითხავ ვიღაცას აი ხომ ამბობენ არსადებას როგორც კი გამიკვირდება როგორ მოვიდა ეს
შეიძლება სხვათან არ ვილაპარაკო, მაგრამ მე ხო შემაძებს ხედავს. უცებ სამართოს მას წამოთოს. მე შემშიც ადამიანი ვარ, გაბიზიანდები, მოთმინება არ ყოფნის და ხედავ რა არაფერი არ ვარ. ამის მაგალითია შეიძლება პედრომოცკვის მაგალითი. უთხრა მე რაღაცას არ გეღალატებო შენო. სიყვარულით უთხრა, მაგრამ როგორც კი დაინახა რომ საკუთარი ადამიანის ძალების იმედი ჰქონდა, თავისი მადლი მოაშორა და სამჭირო ვაკომეთი. ადამიანს დამიხვდეს ქართული ხარ, ბერძენი ხარ, ისტორია გააქვს. ნუ ჩავარდები ამ პარტანებაში. გეუბნები რომ ქართული ხარ თუ ბერძენი ხარ, აფერი არ ხარ მადლის გარეშე. ამას თუ მივხვდები, სულიწმიდით განთავისუფლდები შვილის და სიძულისაგან. სულიწმიდის მადლი არ მოგაკოთ მართლა. ძალიან დიდი მადლობა.